მოგესალმებით. ეთერშია გადაცემა რეზიუმე, სტუდიაში მუშაობს ჟურნალისტი ვერა მეტრეველი. მივესალმებით ჩვენს რადიო მსმენელებს, ვინც გვისმენს FM 103.9-ზე, რადიო პალიტრის ეთერით და ასევე მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს, ვინც გვიყურებს ტელეკომპანია პალიტრა ნიუსის ეთერით. შეგახსენებთ, რომ შეგიძლიათ Facebook-ზე გვიყუროთ, პალიტრა ნიუსის გვერდზე, ასევე YouTube-ზე პალიტრა ნიუსის არხზე. შინაგან საქმეთა სამინისტროში ახალი ამბავი გვაქვს, შეიქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის შეურაცხყოფელი კამპანიისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება იქნება. შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ვიცე-პრემიერმა სამართალდამცავი სტრუქტურების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა გენერალ-მაიორმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. საჯარო სივრცეში სიძულვილი ენის შეურაცხყოფელი კამპანიის და აგრესიულ კომუნიკაციას დაამონიტორინგებს. ამ სპეციალური სამმართველო იქნება, ვინვის ლანძღავს და აგინებს Facebook-ში ამას დაამონიტორინგებენ და მერე დაგვჯიან. მისივე თქმით, სახელმწიფოს ვალდებულება უზრუნველყოს იმგვარი გარემო შექმნა, სადაც განსხვავებული აზრი დაცული იქნება და ამავდროულად მიუღებელი იქნება სიძულვილის, მტრობისა და შეურაცხყოფის სახალისება. როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, დებატების სივრცის გახსნა იყო პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, დღეიდან კი მორიგი მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება აღნიშნული მიმართულებით. ამ დებატები და ეს ერთმანეთთან რა კავშირშია სიმართლე გითხრათ ვერ ხვდები. დებატები დემოკრატიული ამბავია. მოგეხსენებათ. რამდენიმე თვის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ წამოაყენა უმნიშვნელოვანესი ინიციატივა ამბობს მდინარაძე, რომელიც დებატების სივრცის გახსნის აუცილებლობას უკავშირდებოდა. მან მაშინ მკაფიოდ აღნიშნა, რომ გარკვეული აქტორების მხრიდან წლების განმავლობაში მიზანმიმართულად ხდებოდა საჯარო დისკუსიის სივრცის ხელოვნურად ჩაკეტვა. შეგახსენებთ, რომ ოცნება არ მოდის მაგალითად გადაცემებში და ესენი ამბობენ, რომ გარე აქტორების ჩარევით ჩაიკეტა დებატებია. რათა საზოგადოებაში არ ყოფილიყო აზრთა მრავალფეროვნება, არგუმენტირებული დებატები და კონსტრუქციული პოლემიკა. ამის ნაცვლად გარე ძალების მიერ წახელესებული იყო დაპირისპირება, შუღლი და პოლარიზაცია. სამწუხაროდ ამ პროცესთან დაერთო როგორც პოლიტიკური, ისე სოციალურ ცხოვრებაში შეურაცხყოფელი და აგრესიული რიტორიკის დამკვიდრება, როგორც პოლიტიკური, ისე საზოგადოებრივი ურთიერთობის ერთგვარი სტანდარტი, თქვა მდინარაძე. ჩვენ ამბობს ის, როგორც პასუხისმგებლიან ხელისუფლებას, მიგვაჩნია, რომ სახელმწიფოს ვალდებულება უზრუნველყოს იმგვარი გარემო შექმნა, სადაც განსხვავებული აზრი დაცული იქნება. ამავდროულად კი მიუღებელი იქნება სიძულვილის, მტრობისა და შეურაცხყოფების ასე ვთქვათ, ახალისება და ნუ შემდეგ მოყვა, რომ იქნება სამმართველო და აქ ყველა საინტერესო რაც არის, ეს ვთქვათ, მამუკამ, რომ იმისთვის, რომ დაგსაჯონ სოციალურ სივრცეში, ნუ ჯერ არ ვიცით რა ჩაითვლება ეს რაღაც სიძულვილის და მტრობის, ასე ვთქვათ, ახალისებად, მაგრამ იმისთვის, რომ დაგსაჯონ, ამისთვის სულაც არ იქნება საჭირო, რომ ვისაც თქვენ შეაგინეთ ან რაღაც არ ვიცი შეურაცხყოფა მიაყენეთ, იმან გიჩივლოთ. იმან რო თქვას, რომ საერთოდ არ მაქვს პრობლემა, მაინც აგიჭერეთ. მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ პროაქტიურად, აი ეს სამმართველო დაждდებაო და მონიტორინგს გაუწევსო და იჩივლებს, არ იჩივლებს, რა მნიშვნელობა, სადაც აღმოაჩენთ, იქვე დავიჭერთ. ნუ მოკლედ, ხო მარტო დაჭერა არ იქნება, ალბათ ჯარიმებიც იქნება, არ ვიცი, ჯერ. გედემა ფოფხაზია ჩვენი პირველი სტუმარი, ქართული ოცნების ყოფილი წევრი და ეხლა კოალიციას ცვლებისთვის წევრი, მოგესალმებით გედემა. მოგესალმებით. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. რას ფიქრობ ამ ახალ ინიციატივაზე? შენ ყოფილი თანაგუნდელების. მე 9 წელი ოპოზიციაში ვიყავი სააკაშვილთან და მაშინ ასეთი რაღაცებისთვის იმ ხელისუფლებამ, რომელსაც ჩვენ ძალიან კრიტიკულად ვაფასებდით ადამიანის უფლებების ნაწილში, ასეთი რაღაცებისთვის ნამდვილად ვერ მოიცალა და არ იყო დღის წესრიგში მაშინ. ეხლა მე ძალიან კარგად ვიცი, რომ ამ ხელისუფლებას, დე-ფაქტო ხელისუფლებას უძახი მე და ამ ტერმინს არ შევცვლი რა საჭიროა არ უნდა გაჩნდეს ამასთან დაკავშირებით. დე-ფაქტო ხელისუფლებას ყავს თავისი მთელი საშტატო ჯგუფები, რომლებიც მართავენ ბოტებს, არიან სოციალურ ქსელებში და აგინებენ და თავზე ასხავენ ყველას თავის ბოტების დაჭერას აპირებად იქნება. ალბათ, იმიტომ რომ ზევით თავიანთი პრემიერ-მინისტრი დაიჭირეს. კი, რატო? სუგის დაიჭირეს ეხა ბოტების რო დაიჭირეს. სიძულვილის ენა, თავარი პრობლემა სიძულვილის ენასთან მიმართებაში არის ხელისუფლება ყოველთვის რა. ახლა ოპოზიციური აქტიურობა რა მკვეთრიც არ უნდა იყოს, როცა ხელისუფლება მით უმეტეს ავტორიტარიზმის პირობებში შენ ვიღაცებს მოგისევს, ეს გაცილებით უფრო დიდ საფრთხეებთან და დიდ პრობლემებთან დაკავშირებული, ვიდრე რა კრიტიკული შეფასებაც არ უნდა ქონდეს ადამიანის ხელისუფლებასთან მიმართებაში. საბჭოთა კავშირის დროსაც კი ადამიანები ხელისუფლებას აგინებდნენ. ახლა ბუნებრივია მაშინ არ არსებობდა სოციალური ქსელები, სამზარეულო შეკეთებდნენ ამას, მაგრამ ეს იყო წმინდა უფლება ადამიანის, გამოეშვა ორთქლი
შიგადაშიგ ხელისუფლებასთან მიმართებაში, მაგრამ იმ ანეკდოტის არ იყოს ჩვენ კოლონიურების თავმჯდომარეს გავიგეთ რა სისუსტე აქვს სტედის გინება. წინსო პირდაპირ აგზნობინე საზოგადოებას რა არის მათი სუსტი წერტილი, ხო ახლა ამას ბოლომდე ვერ აკვეთა. ახლა ვიღაცამ თავის გინება ნახა, აი საკამდო ინიციატივა და საერთოდ როცა ესეთი რაღაცა რეგულაციები ჩნდება და ეს ჩნდება იმიტომ რომ ვიღაცამ პერსონალურად ნახა თავის გინება თქვა რომ აი მე რატომ აგინებენ იმიტომ რომ ყველას აგინებენ სოციალურ ქსელებში ეს არის სოციალურ ქსელების ოპოზიციას არ აგინებენ ხო გვაგინებენ კი არ გეუბნები ყავთ სპეციალურად ხალხი რომელსაც ხელფას აძლევენ იმაში რომ აი ამ შენ ოპოზიციონერზე ესე უნდა წერო და ამას მალთი ბოტები ჩვეულებრივად აკეთებენ მაგრამ ხა არავინ ამ ბოტებს არ დასჯის საუბარია იმაზე რომ უნდა დაიცვან მაქსიმალურად არაფორმალური ხელისუფლება ქვეყნის სოციალურ ქსელებში შესაძლო დისკომფორტისგან და ხა მე მიმაჩნია მე რომ ეს არის ძალიან თავისმოტყუება რა იმიტომ რომ აი ისტორიული ევოლუცია არის მაგის იმაჩვენებელი რა ლუდოვიკო მე-14 რომ ძალიან შეტობა და აბსოლუტური მონარქი გახდა და სახელმწიფო მევარო და ფაქტობრივად ისეთი რაღაცები აკეთა რამაც მე ლუდოვიკო მე-16-ს მის შთამომავალს წინ დაუხვდა რა და ცუდა დაამთავრა იმან. აი არ უნდა აკეთო ასეთი რაღაცები რა. მე მესმის რომ ჩვენ უნდა ზოგადად შევთავაზოთ იმაზე რომ რაღაცა ტაქტი, თავაზიანობა, ზრდილობა უნდა იყოს, მაგრამ ხელისუფლებისგან მოდის მაპროვოცირებელი გარემოებები, მაგაზე სულ გვაქვს საუბარი, რომ რატო აიუჯარდა ხალხის რომელიღაცა ხელისუფლებას. ნუ ვეძებთ ხალხში პრობლემას. ყველა რევოლუციას ქმნის არა მოსახლეობა და ხალხი, არამედ ხელისუფლება თავისი ცუდი საქციელით. ის არის მაპროვოცირებელი ამ ყველაფრის. თორე ახლა ნორმალურ ხელისუფლებას დედის გინებას ვინ დაუწევს და თუ დაუწევს კიდეც იქ იმდენი პასუხის გამცემი გამოუჩნდება იმ სოციალურ ქსელებში უსამართლო გინება შეიძლება პირიქით შენი სასარგებლოდ მოატრიალოს ძალიან ბევრმა იმიტომ რომ ვინც წაიკითხავ ამას რომ დაინახავს რომ შენ გაჭირებულ ბავშვს სამავტყურო ბავშვს წამალი მიუტანე ყველაფერში ხალხს ხმარები პენსიონერს ხმარები გაჭირებულს ხმარები ელექტროენერგიის ტარიფი შეამცირე იქ ბენზინის ფასი გაიაფე იმიტომ რომ მანამდე რაღაცა მაფია აკონტროლებდა ფასებს და ძვირი იყო და ეს ყველაფერი გააკეთე და ვიღაცა აი შეცუდო და დედას გაგინებს იმის გამო ბავშვებს წამალი რატომ ეცია ხო 1000 კაცი შემოვიდა გორჩი დაგიდგება აი ამას რა თუნდა ცალკე სამსახური რომელიც ეძებს დედის მაგინებლებს რა საინტერესოა რომ შეიძლება იმას პრობლემა არ აქვს და არა ეს საერთოდ ნონსენსია იმის გიჩვენებს თუ არა აქვს მნიშვნელობა ამისი გადაქცევა ახლა სამართალში არის ასეთი კატეგორია ხო კერძო საჯარო ბრალდება და საჯარო ბრალდება ახლა თუ ადამიანს აგინებენ და იმ ადამიანს ამის გამო არ აქვს არანაირი კომპლექსი და საერთოდ არ აქვს ამის პრობლემა, ხო? შენ ამას საჯარო ბრალდების საგნად რატო აქცევ? რატო გინდა რომ ვიღაცებს აი ამ ლექსიკის გამო უკვე პასუხი მოთხოვ? ნუ მე გონია რომ ამით იმათ დისკომფორტს უხსნიან რა. გასაგებია ვიზია ლაპარაკი. ის არ უნდათ რა ქვია, საჩივრის დაწერა არ უნდათ რა. იგი უცხდებათ და ამაზე ზოა შეწუხდება ხა საჩივარ. ხო, აი ესე იგი შენ გიქმნიან სისტემა, სადაც ადამიანმა ბოლოს და ბოლოს ამდენი უსამართლობის ფონზე, რაც ქვეყანაში ხდება, ამდენი გაჭირვების ფონზე, რომ ვიღაცა ცოტა მკვეთრი რაღაცა უთხრას, ის დასაჯონ, თორე ის რომ ხალხის გინებისთვის და ოპოზიციის შეურაცხყოფისთვის არავინ ამ ქვეყანაში არ იჯება, ჩვენ მაგის ძალიან კარგად ვიცით და ნახეთ, აი საჩვენებელი დაჭერები კი გააკეთეს ახლა ბოლოს თავისი ზონდერების, მაგრამ მე მეჩვენა ესეც მათი პრობლემაა, ისინი მივლენ იქამდე რომ არც მიტინგების დარბევა არ შეიძლება, არც თავისუფალი სიტყვის შეზღუდვა არ შეიძლება, ნუ ახლა მაინც ცდილობენ რომ წავიდნენ რუსეთის სტანდარტზე და რუსეთს დაემსგავსო. ნუ მე მიმაჩნია ეს არის ყველაზე არასწორი სტანდარტი, რომელიც მე შენ ცუდად გიბრუნდება, იმიტომ რომ რუსეთის მაგალითზეც რა ვიღოთ მე ეხლა უკვე იგრძნობა რიაზემ თქვა რომ ბრიტანეთშიც ასეაო და ხალხი ზისო სოციალურ ქსელში ეხლა უნდა გავდგეთ და ბრიტანეთის ის უნდა შევისწავლო. შენ ხო იცი რომ შვაკ დეტალებშია რა. და რამდენი ადამიანია დაჯარიმებული ბრიტანეთში მაგის გამო. განსხვავებული კანონმდებლობა იქნება დარწმუნებული, იქნება რაღაც ეთნიკურ შუღზე ან რაღაცაზე არ ვიცი. მაგრამ უნდა ახლა იქ დეტალებში იქნება განსხვავება, ისე დეტალებში რომელიც მე ხო არა გეთანხმებით ხვდებით რუსულ კანონზეც თქვენს რომ ეს არის დასავლური სტანდარტი და ამერიკაში იგივე სტანდარტია, შევისწავლეთ, გავანალიზეთ, მივხვდით რომ აბსოლუტურად სხვადასხვა რაღაცაა ამერიკაში. მართლა
აგენტურას ებრძვიან, ესენი კიდე ყველას ებრძვიან, ვინც ამათ ფინანსურ მონობაში არ არის და ეძებს რაღაცა თავის ფინანსურ წყაროს და ახლა ასეთ სტანდარტებში მე მიმაჩნია რომ ხელისუფლება ყოველთვის უფრო თავისი სისუსტის დემონსტრირებას ახდენს და იმისი დემონსტრირებას ახდენს რომ მას კონკურენტულ თავისუფლ გარემოში არსებობა არ შეუძლია ვიდრე იმას რომ აი მართლა გააკეთოს სიკეთე და თუ მაინც შეაგინებენ ის ადამიანები ვისთვის ასე სიკეთე გააკეთდება აი ელემენტარულია ხო აი მიიღონ ერთი გადაწყვეტილება შეკრიბონ პარლამენტი შეცვალონ ბიუჯეტში რამოდენიმე მილიონი გამოყონ წამლისთვის რომლითაც ბავშვებს სიცოცხლეს გაუხანგრძლივებენ და იმდენი ჭირისუფალი გამოუჩნდება ამ გადაწყვეტილებას რომ მაგის გამო თუ ვინმე შეგაგინებს ის დაგიცავს ხო და ახლა მაგინებლებთან დევნას ჯობია მადლიერი ხალხის პოვნა ხო აი თან რა თქვა ახლა კიდევ წავიკითხავ დინარაძე მსგავსი პრაქტიკა მოქმედებს არაერთ ქვეყანაში მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ ბრიტანეთი გერმანია საფრანგეთი და ასე შემდეგ სადაც სახელმწიფო ინსტიტუტები აქტიურად იცავენ საზოგადოების სივრცეს სიძულვილის სენსა და აგრესიული კამპანიისგან ხო ანუ სიზულისება გასაგებია იქ ეს სიზულისება სავარაუდოდ იქნება ხო ალბათ თუ მოწოდებებია ეთნიკური ნიშნის ადამიანების ანუ განსხვავებები იქნება კიდევ ვიმეორებ ხა მე ნამდვილად არ შემისწავლია უნდა დაждდე ხა ცალკემა შეისწავლო ამის გამო ხა ბრიტანეთში კანონში რა წერია გერმანიის კანონში რა წერია საფრანგეთის კანონში რა წერია და დარძო უამრავი განსხვავება იქნება დეტალებში ნუ ჯერ არც ვიცით ესენი რა შეწერენ კანონში ხო ჯერ ინიციატივა არის რაც გითხეს დეტალები ამათიც არ ვიცით ეთახები მე ხა მე მაგ მგონია რომ ეს უფრო შირმათ უნდა თამათ რომ ბრიტანეთში მთავრობის გინდებისთვის ვინმეს იჭერდა მე ძალიან გამიკვირდება და იცი სხვა რაღაცაში გამოიჩინონ იგივე სტანდარტით აი მე მაგიტოა აი მაგი ძალიან გამაღიზიანებელია როცა აი ფასების თემა იყო და უცბად ევროპული ფასები მოიტანეს და თქვენს რომ აი უფრო ძვირი ღირს ახლა იქ შემოსავალი სხვა არის იქ ადამიანის უფლებები ისეა დაცული რომ უსამართლოდ არავის არ დაჩაგრავს ქაურის სასამართლო და აქ შენ შეიძლება ხელისუფლების ჩაურებული კრიტიკის გამოც დაგიჭირა. იქ თუ იჭერენ მაგალითად ან სჯიან რაღაც სანქციით ადამიანს რომელიც იზოლს აღვივებს ხო ალბათ ეს სასამართლო რომელიც არის დამოუკიდებელი მიუდგება ყველას თანაბრად. აქ ჩვენ დაგვიჭერდა დიტო სამხარაძეს რომელიც დილიდან საღამომდე იგინება პარლამენტში არ დაიჭერე. ეგ არის განსხვავება. იმისი გინება არ არის და მარტო ჩვენ გინებაა გინება ახლა ჩვენ ხო ახლა მე მართლა კაია რომ ფაქტი გაიხსენე და ახლა მე ბევრი მახსენდება ხო? აი იგივე დიტო სამხარაძე მომიტინგებს აგინებდა ხო? ეხლა ამის გამო დიტო სამხარაძეს ვინმე მოთხოვა კანონი რა თუნდა მაგას პარტია შეკრებილიყო და თუ ეს მათი ღირებულებითი სისტემა იყო გაერიცხათ იმ პარტიიდან არც სასამართლო უნდა მაგას და არც რაიმე სხვა უბრალოდ ეთქვათ რომ ჩვენთვის ასეთი კოლეგა და ასეთი თანაგუნდელი მიუღებელია რომელიც დედას აგინებს ადამიანებს მარტო იმიტომ რომ ისინი იყენებენ თავიანთ კონსტიტუციურ უფლებას და ატარებენ მიტინგს დედა აგინე წადი ნუ ხარ ჩვენთან ერთად მაგრამ ჩვენ ხო ვიცით რომ ეს საერთო სტანდარტია მათი მე ბატონო პირიქით ისინი ახალისებენ იმას რომ ვიღაცები დევნონ იგივე ჟურნალისტები იგივე ოპოზიცია ეს არ უნდა დაგვაუწყდეს რომ ამას აკეთებს ის ხელისუფლება რომელმაც 2024 წლის გაზაფხულზე როცა მეორეჯერ შემოიტანა რუსული კანონი და ხალხი ქუჩაში გამოვიდა მთელი კოლ-ცენტრები შექმნა დაორგანიზა ხალხი აიყვანა იმისთვის რომ ადამიანებისთვის და მასთი ოჯახის წევრებისთვის ერეკათ და ეგინებინათ ტელეფონში აი მიტინგებზე გამოსულ ახალგაზრდების დედებს მამებს ურეკავდნენ და იმათ აგინებდნენ ოჯახის წევრებს რომ მე იმათ ეთქვათ რომ შვილო არ წახვიდე მიტინგზე შენს გამო აგინებენ ჩვენ სამწუხაროდ გამოვლილი გვაქვს ეს ყველაფერი სახელმწიფო სადაც მასეთი სტანდარტები იყო ყველაზე მშვიდობიანი სახელმწიფო იყო საბჭოთა კავშირი ერქვა და სხვებს რო საყვედურობდა ადამიანის უფლებების დაცვაზე და ჭკუას ასწავლიდა ჩვენ ხო მიტინგებს ატარებდნენ ვიღაცა იმაში აფრიკაში ან რაღაც კომუნისტ დაჩაგრავდნენ ლათინურ ამერიკაში რატო ჩაგრავთო და ქვეყანა სავსე იყო პოლიტპატიმრებით ეს არის ხელისუფლება რომელიც ყველაზე ცუდ გამოცდილებას ჩვენი წარსულიდან პროპაგანდის კუთხით თავის თავზე ირგებს და ცდილობს ისე იმ სიბნელეში და იმ სიცრუეში ცხოვროს რაც უკვე ნანახი გვაქვს და აი ეს ტოტალური სიცრუე რაც მათგან მოდის ყველაფერი სიტყვებია აი ეს არის ძალიან ესეთი თვალში სცემი რაღაცა ზუსტად იცი რომ ამათ არც სიძულვის ენა არ ადარდებთ არც ეს არ ადარდებთ საზოგადოებაში რა განწყობები იქნება ხა შეგხვენითო დებატებისთვის სივრცე დავაბრუნეთო რანაირად დავაბრუნოს დებატების სივრცე როცა ოპოზიციურ ტელევიზიაში ისევ არ მოდიან ხო და რომელი მარტო იმედზე ნიკამელია რომელი მასში უნდა მივიდეს დებატების სივრცეში ანელინე ხოშტარია ხო რა ფორმით შეუძლიათ იმათ მონაწილეობა მიიღონ ამ პატაბურჭულაძეს იმაში დებატებში ხო ეგ იმ ხალხისთვისაც მიეცათ შანსი რომ დამცდარიყვნენ
იღებდნენ და დაესაბუთებინათ რომ გადატრიალებას არ აპირებდნენ ან განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებიდან გამომდინარე მოქმედებენ და არა იმიტომ რაღაცა ქვეყნის საწინააღმდეგო ვისა აქვთ ახლა ელენე ხოშტარია ქალბატონი ზის ციხეში იმის გამო რომ კახი კალაძის პლაკატი მიაყენა ზიანი ხო ახლა ნაცების დროს ასეთი მუხლით მე რჯული 9 წელი ვიყავი ოპოზიციაში მე და არ მიმაჩნდა რომ და დღესაც არ მიმაჩნდა რომ სტანდარტი ადამიანის უფლებების იყო სამართლიანი და ობიექტური მაგრამ ქალბატონის დაჭერა იმის გამო რომ ვიღაცას სააგიტაციო მასალა გაუფუჭა ხო ხო რაც არის ნუ ეს მორალურადაც ძალიან არასწორია ეს სამართლებრივადაც დაუშვებელია მაგრამ ნუ ეს ამათი სტანდარტია და მაგიტომ მაგ კანონის სტანდარტის გასაგებია როგორ იმოქმედებს ისევ მათი ეს ბოტები და ისინი ვინც დაქირავებული ყავთ რომ ოპოზიციას აგინონ იქნებიან აბსოლუტურად თავისუფალ რეჟიმში და ისევ ოპოზიციონერი საზოგადოებასთან ოპოზიციონერებზეც არაა საუბარი არის ხალხზე რომელიც უბრალოდ მკვეთრად გამოხატავს მართლა ხელისუფლების უსამართლობის მიმართ თავის დამოკიდებულებას. თან თვითონ ის გადაწყვეტს რა ეს რაღაც განყოფილება ვისი გინება არის. ხო გასაგებია თვითონ გაუწევენ მონიტორინგს. თავისუფლ თავს ხარ მოაჭრიან ხო გასაგებია რატო იქნება. შენ მე მოგიწევს რომ უჩილო გაიგე? მე იტყვიან რომ აი გიჩილა და რა. ხო ჩვენ იმაზე საჯარო პრინციპიდან გამომდინარე არავინ ჩვენ არ დაგვიცავს და ნუ გასაგებია ახლა სხვა პრობლემა არაფერი არ აქვს ფასებს უკვე მოვერიეთ ფასების კომისიამ ხალხს უკვე შვება მიცა და ყველაფერი გაიაფთა და ასე თქვათ გაჭირვება ქვეყანაში აღარ არის სრული კომუნიზმია უკვე ახლა უნდა გადავიდეთ იმაზე რომ არავინ არ მიცეს თავის გინების ზედმეტი სიტყვის უფლება და მე მგონი ძალიან მე შეშევდივართ რა ძალიან მე შენი საუბრის ირონიასაც გრძნობდი და იმედია მაყურებელი ხვდება იმას რომ ამ თემაზე მართლა არ შეიძლება უკვე სერიოზულად საუბარი რა არა ხო რა ვიცი რა რაღაცნაირად ლაპარაკო სერიოზულად თავ ფიქრობ რომ ყოველ დღე აცი რაღაც იზამენ კიდე რას მოიფიქრებენ და ყოველ დღე რაღაცას იფიქრებენ ხო არა სანამდე ჩვენ ეს ხუმრობა რო იყო რომ მალე სუნთქვას არ გიგზავნო სანამდე ჩვენ არ დავსხდებით არ გავერთიანდებით არ შევკრავთ პირს და არ მოიფიქრებთ ესენი როგორ დავამთავროთ მანამდე ისინი ყოველთვის მოიფიქრებენ მსგავს სისულელეს რა ჩვენ გვაქვს ვალდებულება მოიფიქროთ ერთი ჭკვიანური რაღაცა რაც ამ არაადეკვატური ხალხისგან ამ ჩვენ სამშობლოს და ჩვენს ქვეყანას დაიცავს და ქვეყანაში დაბრუნდება კონსტიტუციური წესწყობილება და უზურპატორი ძალა აღარ ეყოლება ამ ქვეყანას ეს არის ეს მოსაფიქრებელი ამაზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებული ეს ყველაფერი სტიმულს გვაძლევს ეს არაადეკვატური ქცევა არ გვაძლევენ იმის საშუალებას რომ რაღაცა დავივიწყოთ რა უბედურებაში ვცხოვრობთ იმიტომ რომ ახლა გასაგებია რომ ესენი არ გაჩერდებიან რა რაც დრო გავა იქნებიან უფრო ცუდები რაც მეტი საშუალება იქნება მეტი ჯარიმა იქნება ხალხზე გაზრდიან ყველანაირ ტარიფს გაზრდიან ფასებს და კიდე დაგვრცინებენ რომ ევროპაში ამაზე მეტიაო და ამერიკული სტანდარტით კიდე ცოტას გახტევინებთო და სანამდე ჩვენ არ შევკრავთ პირს და არ დავივიწყებთ რაღაც განსხვავებებს ჩვენ შორის და არ ვიტყვით რომ ეხლა მთავარი არის ჩვენი სამშობლო ჩვენი ქვეყანა და ეს ყველაფერი უნდა გადაიდოს გვერდზე და ესენი უნდა გავისტუმროთ ნუ მანამდე ასეთი ცინიზმისგან თავს ვერ დავიცავ ირაკლი ყობახიძე ამბობს რომ 26 მაისს დაგეგმილი საპროტესტო აქცია ტესტი ჩავარდება როგორც ჩავარდა ყველა წინა ტესტი იდეა განწირულია წარუმატებლობისთვის რა ხელოდები 26 არაფერს ჩვეულებრივი აქცია ის აქციებია მე აი არასწორად იქნება აქციების მიმართ დამოკიდებულება რომ აი ეს აქცია ახლა რეჟიმს დაამთავრებს აქციიდან აქციამდე ჩვენ ვიცით ქვეყანაში დემოკრატიას თუ ჩვენ შევწვიდავთ ქუჩის პროტესტს ქვეყანაში გაფორმდება დიქტატურა დიქტატურა არ არის მარტო ხელისუფლების სურვილი დიქტატურას ჭირდება ორმხრივი თანხმობა ეს ხელისუფლების სურვილი გააფორმოს დიქტატურა და ხალხის თანხმობა რომ ეს დიქტატურა მიიღოს ჯერჯერობით ის ბერკეტები რასაც რეჟიმი ჩვენ წინააღმდეგ იყენებს ჩვენ არ გვიქნის იმის განცდას რომ დიქტატურას დავემორჩილოთ რა ახლა მე მაგალითად დიქტატურას არ მივიღებ იმ შემთხვევაშიც კი თუ დიქტატურის დაუმორჩილებლობა სიკვდილი დაჟას განსაზღვროს მაგრამ მოსახლეობის რაღაც ნაწილი ალბათ ჩათulis თუ რა ხამათ გიჟები არა რაღაცა თავი რატომ და მოვაკლევინებთ მაგრამ სანამდე ჩვენ ქუჩაში გამოვდივართ სანამდე ტარდება მარშები სანამდე საღამობით ვიკრიბებით რუსთავის გამზირზე სანამდე პერმანენტულად ტარდება ეს ხალხმრავალი ორგანიზებული საპროტესტო აქციები მანამდე ქვეყანაში დიქტატურა ვერ ფორმდება და მე ეს
აქციები ჩვენთვის საჭიროა იმისათვის, რომ პოლიტიკურად შეიკრა საზოგადოება. შევთანხმდეთ იმაზე, რომ ამ პროტესტს ჭირდება პოლიტიკური შემადგენელი, ჭირდება კონკრეტული პოლიტიკური გზავნილები და ეს არ არის მარტო პროტესტი. ეს არის არა კრიტიკა ხელისუფლების, არამედ წინაპირობა იმისი, რომ ამ ტალღამ უნდა შეცვალოს ხელისუფლება, დაიწყოს რეალური ცვლილებები ქვეყანაში და დავიცვათ ჩვენი ქვეყანა რუსული გავლენებისაგან. ეს არის დღეს ამოცანა და ახლა ყველა იმ აქციამ, რომელიც საქართველოში აქამდე ჩატარებულა, მოიტანა დღემდე ის, რომ ჩვენ მაინც ვცხოვრობთ კვაზი დიქტატურის პირობებში და ამათმა რუსული ან ბელორუსული მოდელი ვერ გააფორმებს. მე მიმაჩნია 26 მაისს ჩვენ გვაქვს კიდევ ერთხელ შესაძლებლობა შანსი იმისი, რომ დავიცვათ ქვეყანაში დემოკრატია, ის რომ ამათმა რუსული დიქტატურა ქვეყანაში ვერ გააფორმონდა. ეს არის გამოსაყენებელი. ჩვენ იქ არ მივდივართ იმ განწყობილ. ანუ ხელისუფლებამ ნახოს, რომ ჯერ კიდევ ბევრი არის ამ ქვეყანაში. ეს არის მიზანი. დიქტატურას არ მიიღებს და შეეგუება. ხო, ამაზე არ ლაპარაკი. ეს არის ამოცანა, ახლა თუ მაგათ გონიათ, რომ ჩვენ რაიმე სხვა ამოცანა გვაქვს, ну მაშინ გასაგებია რომ ისინი არ არიან ადეკვატურები რა. ახლა ჩვენ ხელისუფლების შეცვლა გვინდა დემოკრატიული სამართლებრივი გზებით. ის როგორც ეს გააკეთა ეროვნულ განათლების მოძრაობა კომუნისტური დიქტატურის 70 წლის პირობებშიც კი. და მე არ უშვებ იმას ჩემთვის, რომ რაიმე ფორმით სხვა ხელისუფლების შეცვლის გზაზე დავიწყო ფიქრი. მაგრამ ახლა თუ ჩვენი ეს ძვირფასი ხელისუფლება გააგრძელებს აი ამ თავის ქმედებს დე ფაქტო ხელისუფლება უზურპაციას მოაყოლებს მასობრივ ტერორს დახვრეტებს ხო მაშინ შეიძლება კაცმა სხვა რაღაცაზე დაიწყოს ფიქრი მაგრამ დღეს მე არ ვფიქრობ ამაზე იმიტომ რომ მე მიმეჩნია ამ ქვეყნის უკეთესი ხვალინდელი დღისთვის საჭიროა არა სამართლებრივი სივრციდან გასვლა არამედ ამათი სამართლებრივი სივრცეში დაბრუნება და სამართლიანი დემოკრატიული არჩევნების ჩატარება ეს უნდა იყოს ჩვენი ამოცანა და აი ამ კუთხით ერთიანობა საჭირო პოლიტიკური ერთიანი პლატფორმის არსებობა საჭირო იმ პლატფორმის გარშემო ყველა ადამიანის გაერთიანება ვისაც გვესმის რომ არის ექსტრემალური ვითარება ეს არ არის სტანდარტული ვითარება რაც საქართველოში ხდება რა ჩვენ შეიძლება რაღაცა პოლიტიკურ თემებზე კამათი გადავდოთ დროებით იმის გამო რომ ესეთი რეალობა გვაქვს და წინა პლანზე წამოიყვანოთ მთავარი საკითხი რომ გათავისუფლდეს ქვეყანაში პოლიტპატიმრები, რომ არც ერთი პოლიტპატიმარი და სინდისის პატიმარი ქვეყანას არ ყავდეს და გათავისუფლდეს თავარი პოლიტპატიმარი ქართული სახელმწიფო. აი ეს არის დღეს ჩვენთვის თავარი პოლიტიკური დღესასწაული და დანარჩენ თემებზე მე ვიკამათებთ ახლა. მე როგორც რელიგიურ ადამიანს ბოლოს მინდა კითხო პატრიარქის ქადაგებაზე, რომელმაც უკვე დიდი ხმაური გამოიწვია. ხო, ერთ-ერთი პირველი ქადაგება იყო და შესაბამისად მოყვა დიდი ხმაური. რამდენი მიზეზის გამო ერთი მან ისაუბრო რომ პირდაპირ მოითხოვა რომ აბორტი უნდა იგრძელოსო. მეორე მან თქვა რომ ის რაღაც ასე ვთქვათ კანონები რომელიც მიიღო ხელისუფლებამ პროპაგანდის და ასე შემდეგ წინააღმდეგ რომელიც ვთქვათ არის წინაღობა ხო ჩვენ ევროინტეგრაციისთვის ესო კი არ უნდა შეიცვალოს პირიქით უფრო უნდა გამკაცრდესო და მესამე ყველაზე მეტად რაც გამოიწვია ასე ვთქვათ აღშფოთება იყო ის რომ მან თქვა ასეთი რამ თუ ოჯახში მძიმე ცოდვა ტრიალებს ისეთი როგორც მაგალითად არის აბორტი მაშინ ასეთ საფუძველზე ვერანაირი ბედნიერებს ვერ აშენებს ოჯახი ასეთი ოჯახი განწირულიაო თქვა პატრიარქმა და ხა გადაცემის დაწყებამდე ვამბობდი რომ საბჭოთა კავშირის დროს მე მგონი ოჯახი არ იყო საქართველოში სადაც ქალს აბორტი არ ქონდა გაკეთებული იმიტომ არ იყო ეს ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები და ასე შემდეგ. ანუ ფაქტობრივად თქვა პატრიარქმა რომ ყველა განწირულიაო. რას ფიქრობ ის რაღაც ესე ძალიან ხისტად ხوار იწყებს ასე ვთქვათ. მე ნამდვილად საპატრიარქო ვერ დამძრახავს იმაში რომ რომელიმე ეტაპზე მათი პოზიცია ჩემთვის სულერთი იყო იმიტომ რომ როცა დედისკრინცულ კანონთან დაკავშირებით პატრიარქმა თხოვა რომ ჩვენ ის რედაქცია შეგვეცვალა და ილია მეორეს თხოვნა იყო პერსონალური დეპუტატების მიმართ ყოველ შემთხვევაში მე რაც პერსონალურად მითხრა იქიდან გამოვედი და უმრავლესობის უდომაზე დავაფიქსირე რომ პატრიარქის თხოვნა ამეთქი და მე ამ თოვნას როგორც კურთხევას ესე ვიღებ და მე მეორე მოსმენით ხმა არ მივეცე დედისკრინცულ კანონს მაგის გათვალისწინებით მაგრამ ახლა არის გარკვეული ნიუანსები, რომელიც საპატრიარქომაც უნდა გაითვალისწინოს, იმიტომ რომ ახლა მიუხედავად იმისა, რომ მიმაჩნია, რომ ეს არის ისეთი ინსტიტუცია, რომლის მიმართაც მე ყოველთვის განსაკუთრებული დამოუკიდებლობა და მოწიწება მექნება, ასეთი რიტორიკა თავისი აქცენტების კუთხით უბრალოდ ხისტი კი არ არის, უბრალოდ მართლა საზოგადოებაში კეთილგანწყობის და სიყვარულის გარემოს შექმნას ხელს არ უწყობს. მე მიმაჩნია, რომ
საპატრიარქოსგან უნდა მოდიოდეს მთავარი გზავნილები, რომლითაც მადლი გაძლიერდება ამ ქვეყანაში და არა ესეთი გზავნილები, რომელიც პირიქით საზოგადოებაში გააჩენს დაპირისპირებას და მე ვიმედოვნებ, რომ როცა ეს ტექსტი მზადდებოდა და აქცენტებით საუბარს აპირებდა პატრიარქი, ის ტყობა რაღაცებს ბოლომდე ვერ ითვალისწინებდა. ჩავთვალოთ, რომ მას რაღაცა დონეზე გამოუცდელობითაც მოდის ეს, იმიტომ რომ ჯერ ძალიან ძიმე ტვირთი იტვირთა და შეიძლება მას სხვა რაღაცა მიზანი ჰქონდა და თავის აქცენტებში ამასაც უშვებ, ჩემთვის არ მინდა ვიყო ძალიან კატეგორიული, მაგრამ რეალურად როგორც მე აღვიქვი, ეს ჩემი აზრით არასწორი აქცენტებია, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ საპატრიარქოსგან უნდა ველოდებოდეთ სწორედ სიყვარულის ენით და სულ იმის დემონსტრირებით ქადაგებას, რომ რა ვიცი არ უნდა გააჩინოს აი ამ ქადაგებამ საზოგადოებაში იმისი განცდა, რომ არის რაღაც აგრესიული ძალა, რომელიც ვიღაცას ისე განიკითხავს და ისე უპირისპირდება, რომ მას არ უტოვებს რაღაცას სივრცეს მადლის დაბრუნების და ახლა მე არ მინდა რაღაც რელიგიურ თემებში შევიდე, მე როგორც იურისტი ყოველთვის მივიჩნევდი, რომ ჩანასახი სუბიექტი იყო სამართლებრივად და მიმაჩნდა, რომ მას უკვე უფლებები ააგდა შესაბამისად მისი მოგტინება იურიდიულად არ არის სწორი, ახლა მინიმუმ სამკვიდროს უფლება აქვს ჩანასახს, ხო და ახლა შესაბამისად ჩემი კონსერვატიზმი მაგაზეც გადის, რომ არ ვეთანხმებ იმას, რომ ქვეყანაში აბორტები ესე კეთდება, მაგრამ მე არც იმის მომხრე არა ვარ, რომ უბრალოდ აღგზავნოთ აბორტები და ადამიანები ისე შევზღუდოთ ამ საკითხთან მიმართებაში, რომ რაღაცა მორალური ტვირთი დავადოთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ეს საკმაოდ რთული თემა, ამერიკის ყველა არჩევნები აი თემაზე პოლემიკით ცელდება და ჩვენ ერთმანეთს უნდა გავუხდეთ და მიმაჩნია, რომ არ უნდა მოდიოდეს საპატრიარქოდან მსგავსი აქცენტები და იმედი მაქვს, რომ საპატრიარქო ამაზე თვითონაც დაფიქრდება. გასაგებია, მადლობა დიდი. გედემან ფოფხაძე იყო ჩვენი სტუმარი, კოალიციას ცვლილებისთვის წევრი. დაგვეულოთ რეკლამის შემდეგ ფიქრია ჭიხრაძე შემოგვიერთდება ლელო ძლიერი საქართველოს წარმომადგენელი. ხო? ნუ დავბრუნდით ეთერში ჩვენ ჩვენი სტუმარი არის შემდეგი ფიქრია ჭიხრაძე, ლელო ძლიერი საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერი. მოგესალმებით. ავტომ ფიქრიამ ორ თემაზე მინდა თქვენთან ვისაუბრო. ერთი ეს არის პატრიარქის ქადაგება, რომელიც საკმაოდ ასე ვთქვათ, ასდასხვადასხვა გამოიწვია, გამომდინარე გაკეთებული განცხადებებიდან და მეორე ეს არის ახალი ინიციატივა, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ფაქტობრივად შინაგან საქმეთა სამინისტროში ახალი დეპარტამენტი შეიქმნება, რომელიც დაასჯის საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის შეურაცხყოფელი კამპანიისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემურ მონიტორინგს განახორციელებს და ხალხს დაასჯის. არ ვიცი ხა ეს კონკრეტულად გინებაზე დაგვჯიან თუ რაზე დაასჯიან, მაგრამ ჩვენ ვცლად ვისაუბრეთ ამ თემაზე. მე ესეთი კულუარული ინფორმაცია მაქვს, რომ დიმიტრი სამხარაძეს ნიშნავენ ამ დეპარტამენტის ხელმძღვანელად. ჩვენ აღნიშნეთ წინა ბლოგში გედევანთ ფოფხაძესთან ერთად. ხო, შეუძლებელი არ გაგაცენდეს. ყოფილი თუ ვინმე გამოდის ხოლმე არის დიმიტრი სამხარაძე და გვახსოვს ახლა პრეზიდენტის გახსოვს ამ შვილის როგორი იგინებოდა. ამპლუაში კი არ ვიცი ახლა ვის შესაძლებლად ვინ შეწუხდა გინებით, მაგრამ ფაქტია რომ ვიღაც შეწუხდა და რაღაც ახალი რეგულაცია შემოაქვს. შეიქმნება დეპარტამენტი და თან გითხრეს რომ ვისაც რაღაც შეურაცხყოფას მიაყენებენ და ასე შემდეგ ეს ასე ვთქვათ ის კი არ იქნება საჭირო რომ იმან იჩივლოსო უჩივლადებით კი ბატონო უჩივლადაცო ეს დეპარტამენტიო გააკონტროლებსო და სადმე თუ დაღმოაჩენს ამასო ჩივილის საქმეა საჭირო შეიძლება ის კაც იმას არ აქვს პრობლემა მაგრამ მაინც დაგიჭერენ მაინც რას ფიქრობ სხვათა შორის არ ვიცი ძნელია ცოტა სერიოზულად შეხედო ამას იმიტომ რომ ადამიანები სხვადასხვა ფორმით გამოხატავენ ხო თავიანთ კრიტიკას ხელისუფლების მიმართ მაგალითად ახლა მე ეთერში მოვდივარ თქვენთან ან რაღაც შეხვედრებზე მივდივარ და იქ ვამბობ ამ კრიტიკას არის კატეგორია ადამიანებისა რომლებიც სოციალურ ქსელში გამოხატავს ამას და არის უდიდესი ნაწილი საქართველოს მოსახლეობისა რომლებიც მაგალითად საღამოს საქმეებს რომ ორჩებიან განსაკუთრებით რეგიონებში იკრიბებიან ბირჟებზე და სანახშოებზე როგორც რაჭულად ვამბობთ ხოლმე ჩვენ და იქ მსჯელობენ ძირითადად პოლიტიკაზე და ხშირ შემთხვევაში აგინებენ
ხელისუფლებას. შეიძლება მე არ ოპოზიციასაც. ვიცი. ხო, არა, არ გამორიცხავ, ხო, ამასაც და რანაირად უნდა მოხდეს ამის დარეგულირება. საჯარო სივრცეში არ ვიცი ბირჟა იგულისხმება. ბირჟა საჯარო სივრცეა. რატომაც არ არის საჯარო სივრცე ხა ადამიანს. თუმცა როგორც ვიხდი, უფრო არის სოციალურ ქსელზე ლაპარაკი. ხო, მაგრამ სოციალური ქსელიც დეპარტამენტში ერთგვარი ბირჟა ეყოლებათ. ხალხი ეყოლებათ სპეციალურად რომლებიც დასხდებიან და Facebook-ზე ესე ჩამოსკროლავენ იმისთვის რომ ვინმე ხوار იგინება რა. ხო, და ან სტოურები, ინფორმატორები ეყოლებათ რომ არ გამოგრჩეთ აი ამ ადამიანმა ამ დროს ამ სიტუაციაში ასე გამოხატა საკუთარი აზრი. რა ვიცი, ქვეყანაში იმდენად მძიმდება ვითარება და სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორებიც კიდევ უფრო და უფრო რთულად გასაძლები და ასატანი ხდება, რომ ადამიანებს რაღაცა განტვირთვა ჭირდებათ და მე ვფიქრობ, ხშირ შემთხვევაში გინება და ლანძღვა ამ ფუნქციასაც ასრულებს ხოლმე ერთგვარად ბოლის გამოშვებას, რასაც ეძახიან, იმიტომ რომ გულის მოუხება მაინც ჭირდება ადამიანს და ესე მთლად მართლა ჯინივით რო ჩაამწყდიო ადამიანების ემოციაც, მათი უფლებებიც, მათი ასე ვთქვათ პროტესტის გამოთქმის ნებისმიერი შესაძლებლობა ჩაახშო, ამან შეიძლება ამას უკვე სერიოზულად ვამბობ, რომ ახლა ძალიან ცუდი შედეგი მოიტანოს, იმიტომ რომ ეს უცებ მერე სადღაც გასკდეს ისეთ დროს და ისეთ ადგილას, რომელიც არ არის ხა ადუღებულ ჩაიდანს თავს ხა ბუნებრივია, აბსოლუტურად ბუნებრივია. ის მერე გახეთქავს. აუცილებლად, მაინც და მაინც კარგი შედეგი არ მოყვება ხოლმე. უჭერენ და უჭერენ, ამ ჭანჭიკებს უჭერენ ყოველ დღე ხო, ამას ხედავთ ჩვენ დაპატიმრებების ესე ციკლური გაძლიერებები აქვს ხოლმე, ხო? ეხლა აშკარად გაძლიერების პროცესი დაეწყოთ, როცა აი ამ ტროტუარზე დგომისთვის პრაქტიკულად ჯგუფ-ჯგუფად ხდება ხალხის დაპატიმრება და უკვე დააწიეს გზაში ეს ინიციატივაც, რომ აზრის გამოთქმის გამო შესაძლოა ადამიანებს გარკვეული სანქციები დაეკისროთ. და ამას აკეთებს ხელისუფლება, ყველაზე ცინიკური ალბათ ეს არის, რომელიც არის ამ ქვეყანაში სიძულვილის ენის ავტორიც. უხამსობის დამამკვიდრებელიც, იმიტომ რომ კალაძის მაგალითად გამოთქმებს თუ გაიხსენებს ადამიანი, როგორ შეფასებებს აკეთებდა ხოლმე და რომ ეგონა რომ ამით ბიჭობდა, კი ბატონო, გამოექანეთ და ასე შემდგომ, ამ ტიპის ენის დამამკვიდრებლებიც ესენი არიან და იმ დიმიტრი სამხარაძეს კიდევ ერთხელ ვახსენებ, თუ რამეთი ამ კაცმა თავი დაამახსოვრა პოლიტიკურ პროცესში ადამიანებს, არის მხოლოდ ბილდსიტყვაობა, გინება მისი მხრიდან, სხვა მე არ ვიცი, რამე პოლიტიკური ინიციატივა არ გამიგია მისი მხრიდან, პოლიტიკური მოსაზრება ან ანალიტიკური წიაღსვა. ის მხოლოდ იგინება და ვიღაცა შეწუხდა და ვინ შეწუხდა არის შეწუხდა და ვისი შეწუხების გამო წუხდება მერე მთელი სახელმწიფო სტრუქტურები, ეს ჩვენ ვიცით. და მე არ ვიცი ხა ეს შეწუხდა ეს ადამიანი იმის გამო რომ ეს სიტუაცია რომ დაიძაბა სხვათა შორის ხა რაჭიდან რა ხშირად მიწევს გასვლა და გუშინ ჩამოვედი მცირეხნიანი გასვლა მქონდა მაგრამ ერთი უზიარებდი ჩემს მეგობრებს ჩემს დაკვირვებას რომ ისეთი ადამიანები ლაპარაკობენ უკვე ძალიან კრიტიკულად ხელისუფლების ბოლოდროინდელ ქმედებებზე რომლებიც ადრე ამას ან არ აკეთებდნენ ან პირიქით ხელისუფლების გარკვეულ ნაბიჯებს იცავდნენ და როგორც ჩანს რაღაცა სიმპტომი გაჩნდა მათთვისაც ასაღელვებელი და ასანერვიულებელი იმიტომ რომ როდესაც შენ მაგალითად ბოლო პერიოდის რაღაცა მათი ნაბიჯები რომ შევაფასოთ თან ფასების კომისიას ქმნი პარლამენტში ამის პარალელურად დენის ფასს აძვირებ ბენზინის ფასი ძვირდება ყველანაირი ასე ვთქვათ პროდუქტის შესაბამისად მიწოდება ძვირდება და თვითღირებულება ძვირდება და ასეთ დროს შენ გამოდიხარ და ამბობ რომ თუნდაც იგივე სოციალურ დახმარებებთან და მიმართებაში ამას ორი მხარე აქვს და ამის შესახებაც შეგვიძლია ვთქვათ რომ ძალიან გაბერილია ეს სიები და უნდა შევამციროთ იმიტომ რომ ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა გაიზარდა და უკვე არ ჭირდება ამდენ ადამიანს სოციალური დახმარება ეს არის ძალიან ცინიკური განაცხადი ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან
და სოციალურ დახმარებებს რაც შეეხება, ეს არის ძალიან უსამართლო სისტემა, იმიტომ რომ უამრავი ადამიანი ითხოვს სოციალურ დახმარებას, უამრავ ადამიანს ჭირდება მართლაც ასეთი დახმარება და მართლაც უამრავი ადამიანია ისეთი ამ სიებში, რომლებსაც ეს დახმარება არ ჭირდება, მაგრამ მაინც იღებენ იმის გამო, რომ ოდესღაც არჩევნებზე თუ არჩევნებს მიღმა ქართულ ოცნებას ეს ხალხი ჭირდება იმისთვის, რომ მოიბას დააკმაყოფილოს, რაღაცა კომფორტი შეუქმნას და აძლევს ამ დახმარებას და ამ ხრივაც ძალიან დიდი უკმაყოფილება არის, რა თქმა უნდა და ხალხი ხედავს ახლა მაგალითად რეგიონში ყველა მიცის ვინ იღებს სოციალურ დახმარებას და ამავდროულად ყველა მიცის, მათ შორის დეპუტატები, საკრებულოს დეპუტატები და მერიის წარმომადგენლების ოჯახები იღებენ, რომლებსაც ისედაც ძალიან საკმაოდ მაღალი და ნორმალურია, ასე ვთქვათ, ჩვენი პირობებისათვის ნორმალური ანაზღაურებები აქვს და კიდე რამდენ გვერდითა შემოსავალს იღებენ, ამაზე აღარ არის ლაპარაკი და ეს ხალხი უმწეო მდგომარეობაში მყოფი ადამიანები ხედავენ, რომ მას რაღაცა შეიძლება ჩამოკიდებული ფარდის გამო, რომელიც შესაძლოა ვიღაცა მაჩუკა ქულა წაართვას და ვეღარ მიიღოს სოციალური დახმარება და ამ დროს სოციალურ დახმარებას იღებს მის გვერდით მყოფი ადამიანი, რომელსაც მანქანაც შეიძლება კონდეს, რაღაცა ბიზნესიც შეიძლება კონდეს და სახელმწიფო უწყებაში შეიძლება იყოს დასაქმებული და რა თქმა უნდა ძალიან ბევრია ამ ტიპის უსამართლობის გამოხატველი ფაქტები. ჩამოუღებენ ამ სოციალურ დახმარებებს, გაბერავენ იმისთვის რომ ახმა მიიღონ და მე არჩევნებს ვერ უქმებენ ისე. ეს ხალხი შეჩება, რამდენიმე თვე აიღებს და ამითაც მაყოფილია ალბათ არის. სამწუხაროდ ისევე როგორც ხახვის და კარტოფილის თემა. თქვენც აუცილებლად უნდა კითხოთ და როგორც ქალს, როგორც მორწმუნეს და ასევე რომ მეუფეშიოს პატრიარქიოს უკვე ასე ვთქვათ, პატრიარქ შიო მესამის დღევანდელი ქადაგება, რომელიც გამოიწვია დიდი ასასხლავება განსაკუთრებით იმ ნაწილმა, სადაც მან ისაუბრა იმის შესახებ, რომ აი თუ ოჯახში მძიმე ცოდვა ტრიალებს, ისეთ როგორც მაგალითად არის აბორტი, მაშინ ასეთ საფუძველზე ვერანაირი ბედნიერებას ვერ ააშენებს ოჯახი, ასეთი ოჯახი განწირულია, იმიტომ რომ როგორც ჩვენ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ნუ ყველას გაახსენდა რომ ხა საბჭოთა კავშირის დროს არ იყო ოჯახი, სადაც აბორტი არ იყო, იმიტომ რომ მაშინ არ იყო თავის დაცვის საშუალებები და ასე შემდეგ. და ნუ ყველა გამოაცხადა განწირულად. პლუს თქვა რომ აბორტი უნდა აიკრძალოს კანონმდებლობით და ასე შემდეგ. მე მესმის ხა რელიგიურად ეს ცოდვა არის და ასე შემდეგ, მაგრამ რა თქვენ უნდა ეთანხმებით, რომ აი კანონით უნდა აიკრძალოს, ამ თქვა ასეთი ხისტი განცხადებები უნდა კეთდებოდეს. ხო, ეს არ არის მარტივი თემა და ძალიან რთულია, რომ ერთი წინადადებით ერთმნიშვნელოვნად ჩამოაყალიბო მოსაზრება. ნუ ის რომ რელიგია, ქრისტიანული რელიგია მიუღებლად და ცოდვად მიიჩნევს აბორტს, ეს ცხადია და როგორ უნდა ხდებოდეს დარეგულირება, ამაზე ძალიან დიდი ხანია, ბევრი წლებია მიდის, ასე ვთქვათ, დემოკრატიულ ქვეყნებშიც პოლემიკა და პარტიებს შორის განსხვავებულობის ერთ-ერთი სერიოზული თემაც არის, მაგალითად, კი ბატონო, ამერიკის შეერთებულ შტატებში, მაგრამ ერთი რაც თქვენ თქვით და აბსოლუტურად გეთანხმებით იმაში, რომ საბჭოთა დროს ერთი რომ არ იყო ის შესაძლებლობები, რა შესაძლებლობებიც დღეს არის და მეორე ამავდროულად არ იყო ის რელიგიური ცოდნაც, რომელიც მერე შეიძინა ადამიანმა და შეიძლება ადამიანების უდიდესი ნაწილი ამ ნაბიჯს დგამდა ისე რომ არც ქონდა გაცნობიერებული რა მოვლენასთან შეიძლება ქონოდა საქმე და ნუ რავინ ნუ იტყვის რომ ეს ასეა. მე მახსოვს ძალიან კარგად, შეიძლება გახსოვს შენც რომ 90-იანი წლების მიწურულს იყო, მე მგონი, გაჩნდა რაღაც დოკუმენტური ფილმი აბორტის საშინელებასთან დაკავშირებით, ანუ ნაყოფი როგორია პირველ კვირას, მეორე კვირას, მესამე კვირას და აი მერე შემოვიდა, ხო, მანამდე ხო იყო რომ რაღაცა პერიოდის ხო და ეს იყო ისეთი შემზარავი რამ, იმიტომ რომ ადამიანებმა რაღაცა შემზარავი დაინახეს უკვე
ხილულად და ამაზე დაიწყო ძალიან ბევრმა ადამიანმა ფიქრმა და ალბათ ბევრმა დაიწყო საკუთარი პოზიციის და დამოკიდებულების გადახედვა ამ ფილმის გამოსვლის შემდგომ პერიოდში და უკვე რელიგიური საზოგადოება ცხადია ამას სხვანაირად უყურებს, მაგრამ არ არის ეს მარტო რელიგიური მხარე. ამავდროულად არის სამედიცინო მხარე და ძალიან ბევრი კამათი მახსოვს მე, მათ შორის ქალთა უფლებების შესაბამის, ასე ვთქვათ, კონფერენციებზე თუ სემინარებზე თუ რაღაც საერთაშორისო შეხვედრებზე, მათ შორის საქართველოს პარლამენტშიც გასულ პერიოდში, რომ რა შემთხვევაში არის გამართლებული აბორტი და როდესაც დედის სიცოცხლეს შეიძლება ემუქრებოდეს საფრთხე და როგორ უნდა მოიქცეს ამ დროს და კანონმდებლობამ როგორ უნდა განსაზღვროს ეს ამბავი. ამავე დროს არის ძალადობის შედეგად ჩასახულ ბავშვებთან დაკავშირებით აქვს თუ არა უფლება ძალადობის მსხვერპლს, რომ მან მიიღოს გარკვეული გადაწყვეტილებები და არ არის ეს საკითხი, რომელსაც ასე ვთქვათ ერთი ხელის მოსმით ასე ვთქვათ გადაწყვეტ და არის კიდევ ერთი ამბავი და თემა, რომ როდესაც ვლაპარაკობთ ბავშვების სიცოცხლის მოსპობაზე და აგერ ჩვენ ვხედავთ აქციებს ამდენი ხნის განმავლობაში, რომელიც დაახლოებით 100-მდე ბავშვის სიცოცხლეს ეხება და სახელმწიფო ამას უყურებს აბსოლუტურად გულგრილად, არ თანხმდება ეს ორი ამბავი ერთმანეთში და ჩვენ თუ ჩასახული ბავშვების სიცოცხლეზე ვზრუნავთ და ეს უზარმაზარი მნიშვნელობის მქონე საკითხია რელიგიური თვალსაზრისით, ადამიანური ეთიკის თვალსაზრისით, ასევე ადამიანური ეთიკის და თუნდაც რელიგიური თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესია, რომ ჩვენ დავინახოთ ეს პრობლემა, რომელიც აგერ ჩვენს გვერდით არსებობს და ეს უნდა შეიმჩნიოს აუცილებლად სახელმწიფომ და მე ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საეკლესიო მოღვაწეებმა ამაზე მიუთითონ ხელისუფლების წარმომადგენლებს, იმიტომ რომ სხვაგვარად შეუძლებელია რაღაც ჰუმანურ პრინციპებზე და ჰუმანურ საზოგადოებაზე ვილაპარაკოთ. ამავდროულად დიდი მნიშვნელობა აქვს საგანმანათლებლო მუშაობას ამ თვალსაზრისით და არა აკრძალვებს, იმიტომ რომ აკრძალვები ჩვენ ვიცით, რომ რა შედეგს იძლევა ხოლმე და როგორ გადადის იატაკქვეშეთში და რამდენი სიცოცხლე შეიძლება ასეთ დროს განადგურდეს. ბევრი ასეთი მაგალითი იცის მსოფლიო მათ შორის დემოკრატიულმა პრაქტიკამ და ამ ყველაფერს უნდა გასიგრძეგანება და ძალიან სერიოზულად ჩამოყალიბება პოზიციებისა და არის კიდევ ერთი რამ, ეკონომიკური მდგომარეობა. ადამიანებმა თუ იციან, რომ ვერ არჩენენ შვილებს და პრობლემები შეიქმნება განათლების თვალსაზრისით, ჯანმრთელობის დაცვის თვალსაზრისით, მერე შედგომა ადამიანად ისე რომ ღირსეული ცხოვრებით გააგრძელოს სიცოცხლე, მაშინ აღარ ჩნდება ხომ სურვილი, თუმცა პრაქტიკა აჩვენებს იმასაც, რომ რაც უფრო შეძლებულია საზოგადოება, შეიძლება უფრო ნაკლებად ფიქრობდეს, ასეთი კვლევებიც არსებობს, მაგრამ ყოველ შემთხვევისთვის უღარიბეს ღატაკს საზოგადოებაში ასეთია უცნაური პროპორციაა, რომ ღატაკი ოჯახები უფრო მეტად მრავლდებიან, ვიდრე ოჯახები, რომლებსაც ცოტა მეტი შესაძლებლობა აქვთ, მაგრამ ჩვენ უნდა მივცეთ ამის შესაძლებლობა. თუ დემოგრაფიაზე ვლაპარაკობთ, დემოგრაფიული პრობლემების მოგვარების ძალიან ბევრი გზა და შესაძლებლობა არსებობს. აი, თან დემოგრაფიაზე დარდობენ და თან მაგალითად ხელოვნურ უშვილო წყვილებს ხელოვნურ განაყოფებას უგრძალავენ. ეს ცალკე თემა. ხო, რელიგიური თვალსაზრისით ეს მართლაც შესაძლოა ძალიან ახალი მოვლენაა და სერიოზული კამათის საგანიც იყოს, მაგრამ ამ ერის გამრავლების თემა არის ბევრნაირი. ჩვენ მაგალითად თავის დროზე პარლამენტში გქონდა დემოგრაფიული საკითხის გადაწყვეტის მთელი რიგი პაკეტი და წინადადებები, მაგრამ იმის შემდგომ დრო გავიდა, შეიცვალა გამოწვევები, ახლა ახალი რამ არის. სხვათა შორის მათ ქართულ ოცნებას ვამბობ, მათ ძალიან საყვარელ პოლიტიკოს ორბანს ჰქონდა მთელი რიგი მიმართულებები დემოგრაფიული თვალსაზრისით და შეუძლიათ გარკვეული გამოცდილება იქედან გადაიღონ და რაც შეეხება ეკლესიის თანამონაწილეობას, სხვათა შორის არ მithქვამს ჯერ ეს არასოდეს შემიძლია თქვენი ეთერით განვაცხადო, რომ ის ძალიან დიდი პროექტი პატრიარქის ნათლულებისა როგორ დაიწყო.
პატრიარქი, როდესაც სამეფო დინასტიაზე ფიქრობდა და კონსტიტუციური მონარქიის აღდგენაზე, მაშინ ჩვენ ვეხმარებოდით გარკვეულწილად, ბევრი ინფორმაციას ვიძიებდით და აი როგორი შეიძლება იყოს თანამედროვე სამყაროში დემოკრატიული, კონსტიტუციური, მონარქიული წყობილება, ამის თაობაზე მას ძალიან აინტერესებდა. ის არ იყო ჩვეულებრივ ახლა დინასტიურობის აღდგენის მომხრე, ის ხედავდა, ვთქვათ, გარკვეულ საფრთხეებსაც, მაგრამ ხედავდა ძალიან ბევრ სარგებელს ამაში და როდესაც ჩვენ ამ თემებზე ვსაუბრობდით, ჩვენ მას უთხარით, რომ მეფე ხუან კარლოსი ამ დემოგრაფიული პრობლემის სხვადასხვა საკითხებთან ერთად დემოგრაფიული პრობლემის გადაწყვეტას ამ გზითაც უწყობდა ხელს, რომ ის ნათლია ხდებოდა ბავშვებისა და პატრიარქმა თქვა, რომ მოდი სანამ ჩვენ გვეყოლება მირონცხებული მეფე, მაშინ პატრიარქმა აიღოს ეს ფუნქცია და მართლაც როგორი გამოდგა. დიახ, და ეს არის პოზიტიური ინიციატივა და ასეთი პოზიტიური ინიციატივები ძალიან მნიშვნელოვანია, ხო, დაშინება ადამიანების და განწირულებად გამოცხადება. ხო, ეს ცოტა რთული ამბავია. მე ვფიქრობ, ეკლესიაც უფრო მეტ განმარტებას შემოიტანს ამ მიმართულებებით და ერთი ქადაგების მიხედვით ალბათ არ უნდა განსაზღვროთ ყველაფერი და იმედი ვიქონიოთ, რომ ბევრად უფრო სიღრმისეულად იქნება ამ საკითხების მადლობა დიდი ფიქრია ჩიხაძე, იყო ჩვენი სტუმარი. ასეთი იყო დღევანდელი გადაცემა რეზიუმე. მე ხვალამდე გემშვიდობებით, ხვალ 7:30-ზე შევხვდებით ერთმანეთს.